მოგესალმებათ ვაროს შოუ, მთავარი იუმორისტული შოუ, მთავარ არხზე ამ დროს უნდა ხოლმე ტაში, მე მანამდე ადრეა ტაში, აქ ამ დროს უნდა ტაში. მინდა დავიწყო მძიმე თემით, ძვირფასო მეგობრებო, რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მძიმდება ჩემი მონოლოგის თემებიც. როგორც იცით, გუშინ წინ პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის შეთანხმების საქმეზე დააკავა კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. მინდა ჩემი გადაცემის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადო დაკავებულებს და უსურო მალე თავისუფლებაზე ყოფნა. ახლა ამ განცხადებით ვინმეს თავს კი არ ვაწონებ ან ქულებს კი არ ვიწერ. წინ ვიხედები ძვირფასო მეგობრებო, ჩვენს ქვეყანაში ისე ამუშავდა პროკურატურა, რომ შეიძლება, რა ვიცი, შეიძლება რა ვიცი, ხვალ მე დამიჭირონ მაგალითად და მომთხოვონ იმის აღიარება, რომ ბიძინა ივანიშვილზე ხუმრობებს მიხეილ სააკაშვილი მიწერდა. და მაიძულებდა გადაცემაში მეთქვა რა, იყოთ რა გაცინებთ. აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე ჭორებიც არ არსებობდა და მიშა რომ ხუმრობებს მიწერდა, ამაზე ბევრი ჭორი არსებობდა. ძვირფასო მეგო, ოდიდგანვე ეს ჭორი სუფევს ჩვენს ქვეყანაში. ესე იგი, რა მოხდა? ქვეყნის პატრიოტი კაცი, რომელმაც არ თქვა ის, რაც ბიძინას უნდოდა და არ წავიდა სახელმწიფოს წინააღმდეგ, პროკურატურამ ადგა და დაიჭირა. ხელისუფლებაში ყავს ფაქტიურად ბოლშევიკები, ძვირფასო მეგობრებო, რომლებიც ერთმანეთს ძალიან გვანან. ისინის ბელადის დავალებებს ასრულებდნენ და ესენის ბელადის დავალებას ასრულებდნენ რეალურად რო თქვა და განათლებასთან არც იმ ბოლშევიკებს ჰქონდა დიდი შეხება და არც ამათ აქვთ განათლებასთან დიდი შეხება. აი ეს არის ჩემი ესეთი მოკლე შეფასება მათზე. დაკავების რეალური მიზეზი კი ის არის, რომ გარეჯი სხვა სახელმწიფოს არ გადასცა და სააკაშვილს ხელი არ დაადო და სხვათა შორის კიდევ ერთი არის დამატებით, რომ ბიძინას სული არ მიხიდა. ეს ბოლო მუხლი სისხლის სამართლებრივად განსაკუთრებით მძიმედ დასჯადია, ძვირფასო მეგობრებო, რომ იცოდეთ ჩვენს ქვეყანაში პატრიოტებს ამ მუხლით ასამართლებენ ჩვენთან. ასეთია სამოქალაქო სექტორის სისხლის სამართლის კოდექსი. ეს ბიძინას პირადი კოდექსია. ნუ გაიგეთ რა. გაიგეთ, ხო შეიძლება. გილოცავთ მეგობრებო, გილოცავთ ბიძინამ თბილისის წინა საარჩევნოდ იპოდრომი აჩუქა. წინადადება ხო საინტერესოა, წინა საარჩევნოდ ბიძინამ იპოდრომი აჩუქა თბილისს, სადაც ცენტრალური პარკი აშენდება. ხალხო, რა ბედნიერება! ბიძინამ იპოდრომი გვაჩუქა. გაგიხარდათ ხო? ჩემი აზრით ეს არის ბიძინას ყველაზე მასშტაბური, ყველაზე დიდი 36 ჰექტარიანი ტრიუკი, ძვირფასო მეგობრებო. რატომ გონია ასე? მოდით გავიგოთ, რას ამბობს კანონი ჩუქების შესახებ. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩეს მჩუქებლის მიმართ. ამ შემთხვევაში გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილი იქნეს ჩუქებლის მიერ. ანუ გამოდის, რომ რამე რო ვაწყენინოთ ბიძინას, შეუძლია უკან წაიღოს. მეტიც ეს ისეთი მგრძნობიარე კაცია, შეიძლება არც ვაწყენინოთ და ისე წაიღოს, ძვირფასო მეგობრებო. მე ვფიქრობ, რომ ბიძინამ იპოდრომი 31 ოქტომბრამდე გვაჩუქა ხალხს. ახლა მთავარია 31 ოქტომბრამდე მოესწროს ამ ტერიტორიაზე პარკის აშენება. ეს იმ დაპირებებში გადის, ხო იცით, აი 2016 წელს 40 გვირაბი რო უნდა აშენებულიყო. ზოგადად მიყვარს ოცნების დაპირებები, ძვირფასო მეგობრებო, ძალიან მიყვარს. აი ყველა წინადადება აი ასე მთავრდება, აშენდება, გაკეთდება. ანუ ვაშენებთ და ვაკეთებთ არა, ანუ ყოში არა, მომავალში და ისიც პირველ პირში არა, ავაშენებთ არა, კი არა, აშენდება. მიხვდით ხო, აშენდება, ის აშენდება, ის გაკეთდება. ეს ისე იქნება, ესე იქნება, მაგრამ ესე სიტყვებად კარგად ჟღერს. ცენტრალური პარკის აშენებას როგორ მოასწრებს კახი კალაძე, მე არ ვიცი, რადგან თბილისის მერს სხვა ძალიან სერიოზული საქმე გამოუჩნდა, შარშან მილიონად ნაყიდ ეგრეთ წოდებული ნაძვის ხეზე 200,000 ლარს ხარჯავს იმისთვის, რომ ტოტები დაამატოს, ანუ გაასუქოს ნაძვის ხე. მიხვდით? ისე როგორი უცნაური ნაძვის ხეა, რომ ეგრეთ წოდებულიც კი რო არ უხდება სიტყვა. გახსოვთ ხო ეს რომელი ნაძვის ხე? აი კალაძემ რომ მთავარი არხის ჟურნალისტს უთხრას, ნაციონალებს სიგზეც და სიგზეში გეყოფათ და სიგანეშიცო. აი ეს ხო გახსოვთ ეს ფრაზა. მე მგონია რომ უკვე მოიზომეს სიგზეში კარგად ჰქონდათ უკვე, მაგრამ სიგანე არ ეყოთ და ამატებენ განიერ ტოტებს. მე ასე მგონია,
ეს დასკვნა გამოვიტანეს რაღაცნაირად, რომ სქელტოტებს ამატებენ ძალიან ისე. დედათ რამდენი ფული დაიხარჯა, რომ ეს ნაძვის ჩონჩხი ნაძვს დამსგავსებოდა. მაგ ფასად რაღაცას წესით კი უნდა გავდეს, ესე რომ შევხედოთ. 1,200,000 მე რო დამახარჯო ნაძვის ხე ვერ მაჯობებს ძვირფასო მეგობრებო ქვეყანაში. რამდენიმე დღის წინ პარტიის წევრების წინ წარსდგა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ 8 წლის განმავლობაში ჩადენილ სასწაულებზე ილაპარაკა ბატონმა ბიძინა. მოდით ნახოთ ნაწყვეტი ამ სიტყვებიდან, ძირფად ყველა ძალიან ეს მომეწონა. საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტიანობით ევროპის საუკეთესო 20-ში 18 პოზიციაზეა. საქართველოს სასამართლო სისტემა უსწრებს ესპანეთს, იტალიას, პოლონეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, უნგრეთს, მალტას, ლატვიას, საბერძნეთს, კვიპროს, რუმინეთს, ბულგარეთს, სლოვაკეთს და სლოვენიას. 18 ადგილზე ვართ სასამართლო სისტემით და ისეთ ქვეყნებზე თქვა მაგაზე წინ ვართო, რომელი ქვეყნების თხოვენ გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრებიო. აი ამათზე ამბობს, რომ მაგაზე წინ ვართ. კიდევ ერთი საინტერესო განცხადება გაკეთა ბიძინამ 400,000-მდე ჩვენი მოქალაქე ამოვიყვანეთ უკიდურესი სიღატაკიდან. ეთყობა ამ 400,000-მა კაცმა ქვეყნიდან რომ გაასწრო ემიგრაციაში, ეთყობა ეგენი იგულისხმა, სხვა რა გითხრა. ისე მართას ამბობენ, ოცნებას პიარი არ უარგაო, ამ 400,000 ადამიანს ვინმე თუ არ უთხრა სიღარიბიდან ამოსულები ხართო. ინერტულად აგრძელებენ არსებობისთვის ბრძოლას, წამლის ფულისთვის მათხოვრობას და 1000 სისულელეს. ხო და ვიღაცამ ხო შეიძლება მივიდეს და უთხრას, ამოსული ხარ უკვე ამ სიღარიბიდან, რაღაც მათხოვრობ ამ წამლებს. კიდევ ერთი ნაწყვეტი დამამახსოვრდა ამ გამოსვლიდან, მოდით ნახოთ ეს მომენტი, ძალიან კარგია. ჩვენ გავაორმაგეთ მასალებათა ხელფასები და დღეს 400 ლარის ნაცვლად კვალიფიციური მასშტაბების ანაზღაურება 100 ლარს აღემატება. ძირფასო მეგობრებო, აი ესე იგი დააკვირით ხო 400 ლარიანი ხელფასი გავაორმაგეთ და ახლა მასწავლებლებს უკვე 100 ლარზე მეტი აქვსო. შეცდომა დაუშვა რაღაცა წინადადებაში და შეცდომაზე ტაშს უკრავენ ხალხი. ესეთი რამე გინახავთ, რომ აი ადამიანმა შეცდომა დაუშვა ციფრები და ამაზე ტაშს უკრავენ. ეს ოცნების წევრები ისე არიან მოწადინებულიო ტაშის დაკვრაზე, რომ ეთქვა, რომ სააკაშვილი არისო დღესო პრემიერობის კანდიდატი, ამაში ტაშს დაუკრავდნენ ჩაულებრივად. აი დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი აბსურდული განცხადება რომ გააკეთოს, მაინც ტაშს დაუკრავენ. აი მაგალითად ესეთი. აი ესეთი რაღაც რო ეთქვა ბიზნეს. მე გავაღრმავე ციყვების შინაგანი შემეცნებითი მხარე, აუმაღლე მათ მორალისა და კეთილსინდისიერების ზღვარი და დღეიდან ციყვი ისეთივე მეგობარია ჩვენი როგორც ძაღლი. ეს რო ეთქვა, დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე ესე დიდ ტაშს დაუკრავდნენ, ხურვალე ტაშს შემოკრავდნენ. ძვირფასო მე ესეთი არაფერი მინახავს. მხოლოდ განცხადება კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ სიტყვის დროს ბიძინამ დამსწრეებს რომ შეაგინოს სიტყვის გამოსვლის დროს, რომ შეეგინებინა. აპლოდისმენტების სიძლიერე და სიხშირე იგივე იქნებოდა ძვირფასო მეგობრებო. იცით რატომ? იმიტომ რომ იქ რო ზიხარ, გონება ავტომატურად ითიშება. იქ ტექსტ კი არ უსმენს ვინმე, იქ უსმენენ პაუზას. სად იქნება პაუზა, რომ აი ეს პაუზა რო იქნება, აი ტაში მაშინ რო დაუკრან. ხვდებით ხო რა კატეგორიის ადამიანებთან გვაქვს საქმე. ეს არის მათი მთავარი აზრი, ფუნქცია და არსი. აი ესეთი მარტო მხოლოდ პაუზა და აი ბიჭო პაუზა. აი ესეთია. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ ბიძინა ივანიშვილის დაპირებების და მიღწეული შედეგების. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით იფსოსმა ჩაატარა ეს კვლევა, ამომრჩეველთა 5% თვლის, რომ ქვეყანაში ლარის კურსი გაუმჯობესდა. ჩემი აზრით იგივე 5% თვლის, რომ ბანკომატიდან ფული რო გამოგაქვს, ამ ფულს შიგნით მჯდომი პატარა კაცი გაწვდის. რამეს რო საფეთქელი დაარტყა, აფეთქდები. ესეთ ამ ხალხს გონია. აგრეთვე გონია, რომ დედალ თხებს წვერი არა აქვს. რა ვიცი, ყვავილი რო ამოვიდეს, ქვემოდან ვიღაცა თიც აჭერს. ანუ აი რაღაც აი ეს კატეგორია ადამიანებს გონია, რომ ამათ გონიათ, რომ ლარის კურსი გაუმჯობესდა. ანუ როგორი ხალხი თვლის, იცით რომ ლარი გაუმჯობესდა, აი რომ შეეწინააღმდეგო, შეიძლება უკიდან მოგეპარო და ქვა ჩაგარტყას თავში და გაიქცეს სიცილით. აი ესე
აი ეს ხალხი ფაქტიურად ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის 5% სერიოზული სამედიცინო დახმარება სჭირდება ძვირფასო მეგობრებო. რამენაირად შემდეგი ხელისუფლებამ უნდა ეცადოს, რომ მედიკამენტები გააიაფოს, რომ ყველა თუ არა ეს 5% რომ გადავარჩინოთ რამენაირად. მოდით გადავიდეთ რუბრიკაზე, რაღაც ხომ მაინც კეთდება ამ ქვეყანაში. მთავრობამ სოფელ ხანდაკში სკვერი გააკეთა. მოდით ყველამ ერთად ნახოთ ეს ულამაზესი სკვერი. ეს არის ჩვენი სკვერი. აი მობძანდით აქად, აი კარებს გავაღებ, აი შემობძანდით და ნახეთ. კასპის რაიონის სოფელ ქვემო ხანდაკს ადგილობრივმა ხელისუფლებამ დიდი პატივისცა და მოსახლეობას აი ასეთი კეთილმოწყობილი სკვერი აუშენა. დიახ, სკვერი, არ მოგესმათ, ეს ამ სოფელში სანიმუშო დასასვენებელი ადგილია. ეხლა ხო ივანიშვილს და ჩამოიყვანოს თავისი ცოლშვილი და აი ამ ლამაზ პარკში დაასვენოთ. სხვათა შორის ეს ქალბატონი ერთ-ერთია, ვინც ამ სკვერს გადაურჩა. დანარჩენები უგზო-უგზოდ არიან დაკარგული. ძალიან კარგი სკვერია მართლა. ძალიან არაჩეული. უბრალოდ თუ ვინმე შევიდა ამ სკვერში სასეირნოდ, უკან მონადირეები მიყვებიან, რომ რამე მხეცმა არ შეჭამოს ადამიანი. აი ესეთი სკვერი. მოდი ახლა გადავიდეთ წინასაარჩევნო მარათონზე. ძალიან უცნაური ხერხებს მიმართეს წინასაარჩევნოდ პიარისთვის პარტიებმა, მაგალითად მოდი გთავაზობთ გედეონ ფოფხაძის განცხადებას. მოდით ნახოთ ეს სტრატეგიის სათაური. მაქვს პრეტენზია, რომ ვარ სპარტაკი და ხალხს მოუტან თავისუფლებას. სხვათა შორის წინასაარჩევნო კლიპის მოუხდებოდა ამ თემატიკის, მაგალითად გედის, აი როგორ წარმოიდგინეთ, გედი დგას ხელში ხმლით და ფარით. ამ დროს არენაზე შემორბის ორი ლომი. ლომები ნელ-ნელა უახლოვდებიან გედის, გედის ფარი აქვს ესე თავთან აწეული, ლომები უახლოვდებიან, უცებ გედი ჩამოსწევ ფარს და ლომები იხოცებიან სიცილით. ძვირფასო გედის რო ხედავენ კარგი იყო ეს. გავაგზავნოთ. ძალიან ორიგინალური და გაიცინეთ, დაიხარჯეთ და მე გავაგზავნე. მე არ ბეჭკარება არის. ძალიან ორიგინალური და ამოუხსნელი ბანერი შემოგთავაზა დიმიტრი ლორდ-ქიფანიძემ. სხვათა შორის ეს ბანერი ზურა ჯაფარიძემ აღმოაჩინა, მოდით ნახოთ, ფასო მეგობრო. უცნაური ბანერი უნდა გაჩვევთ, აუ. ეს შუაში არის დიმიტრი ლორდ-ქიფანიძე, ნომერი 63, აწერი აირჩიეთ. თორემ ბანერი ესეთი აიყურეთ, გამოხდა აქეთ. რა, გულაშებიანი კაცია. ხოდა, სამი კაცი გავარ და ვკითხულობთ რა ვინ არის? ვინ შეიძლება იყოს ეს ამ ბანერზე, რატო შეიძლება იყოს? ხოდა, ეს კიდე არაფერი. ეხლა უყურეთ ბანერს მარცხენა მხარეს გავატარებ და იქით ნახეთ. აქეთ მეორე კაცია, ხო? უცნაურ პოზაშია. გადაწოლილია და სათვალეები უკეთია თან. ხოდა რავი, ეგეთი რამე გინახიათ სადმე? აი რავი, ესეთი ბანერი გინახავთ სადმე? აი სასწაულია. აი რა ხდება ამ ბანერზე? სად ვართ, ვინ არის ეს ორი ადამიანი? გაურკვევლობაა. ეს მე მგონი საარჩევნო ბანერი კი არა, დიმიტრი ლორდ-ქიფანიძის გერბია, ჩემი აზრით. ლომები ვერ იშოვა და ვინც იშოვა, ისინი ყავს აქეთიკიდან მცველებად ამოყენებული. ქართული ოცნება ძალიან შემართებით ემზადება არჩევნებისთვის. საარჩევნო კლიპად ისევ ძველი სიმღერის განახლებული ვერსია შემოგთავაზა. ნახე ეს კლიპი, მაგრამ დიდი შაბეჭდილება ვერ მოახდინა. მე უფრო მომეწონა გარკვეული ადამიანების ჯგუფის მიერ გადაღებული კლიპი იგივე სიმღერაზე. მოდით ეს ნახოთ, ეს ძალიან საინტერესო ვიდეოა. თან ისეთი არ ვიცი ვინ გადაიღო, მაგრამ ძალიან სასაცილოა. ჩემი საქართველოს მე ჩემი ჩაირიცხა ბიჭებო? იმიტომ უსვეთ ამ სიმღერას.
ამ სიმღერას იმიტომ უსმენთ, რომ მაინც გიყვართ ეს უბედური ქვეყანა. არა. ძალიან საინტერესო ვიდეო, სხვათა შორის ამ ჯამბაზებიდან ორი ვიცანი. წივინცხედან, ეს არის მდინარაზე და თალაკვაძე, რომლებიც ფულის გამო მღერიან და უკანა მარცხენა გონი კობახიძე, ვინც ჩაჯდა ბოლოს. იმიტომ რომ არ ამგონია ეგ ფულის გამო მონაწილეობდეს ამ ყველაფერში, მაგას მართლა მოსწონს ქართული ოცნება და ვიცი და ივანიშვილი. აი დარწმუნებული ვარ მართლა მოწონს რა თვითონ. სხვათა შორის ჟურნალისტებმა ამ წინასაარჩევნოდ ირაკლი კობახიძეს 7 ბინა აღმოუჩინეს. ვახ, აი რანაირი კაცია რა, ყველაფერი ზედმეტი აქვს ამბის. ახლა ირაკლი კობახიძე გინესების წიგნში შედის ადამიანი, რომელსაც აქვს 7 სახლი ვაკეში და არც ერთ სახლში არ აქვს სავარცხელი. მე ვფიქრობ, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ ქართული ოცნების კლიპის სიმღერის ტექსტი ჩასწორდება და შემდეგნაირად გაიჟღერებს. ჩვენი საქართველო ადრე აქ რომ იყო, ნოემბრიდან ნეტავს სად არის. სმენა ნაკლებად მაქვს, მაგრამ მელოდია გაგაგებია. მინდა მიმართო მთავრობას, მეგობრებო, მოკლედ ყველანაირად ხომ გადააკეთეთ ეს კლიპი და ეს სიმღერა. მე მგონი ახლა ესეთი მსუბუქი ფორმით გადაკეთება ვეღარ გიშველით. ახლა ის დროა, ბატონ ბიძინას დააჭერინოთ ხელში ფანდური, ჩაუშვათ მეტროში და წავიდა, მეც აქ ჩემი ღამე უნდა გავათენო, ჩემი საქართველო აქ არის, მოვეცით ხმა მოვეცით, ოლიგარქი ბიჭია, ბაბეზე, მეც აქ ჩემი ღამე უნდა გავათენო. მადლობა. ჩვენ შევსვით და დაფორმებდებით ამ უნალეთეიშვილის ხელმძღვანელობას.